ჩავარდნილი დამხობის მცდელობა და მორიგჯერ მიტოვებული აქტივისტები. მას შემდეგ, რაც ნაცოპოზიციის რევოლუციური სცენარი ჩავარდა, არშემდგარი დამხობის ორგანიზატორები ძალადობრივ პროცესებზე პასუხისმგებლობას გაურბიან. ერთ-ერთი სოფო ჯაფარიძეა, რომელიც მედიით ყოველდღიურ რეჟიმში მოუწოდებდა ოპოზიციის მხარდამჭერებს ხელისუფლების დამხობის მიზნით დაანონსებულ 4 ოქტომბრის აქციაზე მისულიყვნენ, თუმცა პრეზიდენტის სასახლის დაკავების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეთერებიდან გაუჩინარდა. ჩვენი ინფორმაციით, სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი დასასვენებლად ესპანეთში გაემგზავრა. უცხოურ ვოიაზე ინფორმაციის გადამოწმება ჯაფარიძესთან ვცადეთ, თუმცა სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს არ უპასუხა. სოფო ჯაფარიძის ესპანეთში ვოიაზე საუბარი არ სურთ ნაცმოძრაობაში. ამბობენ, რომ არ იციან სად იმყოფება პარტიის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე. ჩვენი ინფორმაციით, სოფო ჯაფარიძე დასასვენებლად გაფრინდა ესპანეთში. მას შემდეგ, რაც თქვენი პარტიის ორგანიზებული რევოლუცია ჩავარდა და უამრავ ადამიანს სამართლებრივი პრობლემები შეექმნა, ამ დროს დასასვენებლად წასვლა რაზე მეტყველებს? ესე არის არ არის სწორი და ნამდვილად, მაგრამ მე არ მაქვს ამაზე ინფორმაცია. ჩვენი მოწოდებული ინფორმაცია ჩემთვის სანდო ნამდვილად არ არის. თანაგუნდელისგან, სოფო ჯაფარიძისგან რომ გაიგოთ ეს ინფორმაცია, რომ დასასვენებლად წავიდა? არა, ნახეთ, რომ დადასტურდეს ეს სხვა არის და მექნება ამაზე ჩემი შესაბამისი სარაფია პოზიცია, მაგრამ მე არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ არ მქონია კომუნიკაცია, ეს ინფორმაციას მე არ ვინდობი. სოფო ჯაფარიძის ესპანური ვოიაჟი ნაცმოძრაობის ამორალურ ბუნებას მორიგჯერ ამხელს. პრემიერ-მინისტრის შეფასებით, ჩავარდნილი რევოლუციის ორგანიზატორები უცხოელი აგენტები არიან, რომლებმაც რიგითი აქტივისტები ციხისთვის გაწირეს და თავად კი ზოგი მიმალულია. ზოგი პასუხისმგებლობას გაურბის და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა. ესეც მეტყველებს რადიკალური ოპოზიციის სახეზე. ასეთია მათი ბუნება, ხო? ადამიანები გაწირეს ციხისთვის. ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არა მხოლოდ, ხო, ლიდერებიც გაწირეს ციხისთვის და თვითონ ზოგი არის მიმალული, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეები იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა. ეს არის რადიკალი ოპოზიციონერების სახე. ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად მორალი არ აქვს. ერთადერთი, რითაც მოქმედებენ, ეს არის გარე დავალებები და გარე პატრონის განახი. მმართველი გუნდის შეფასებით, როგორც მოსალოდნელი იყო ნაცმოძრაობამ 4 ოქტომბერსაც, საკუთარი აქტივისტები ჯერ დანაშაულის ჩასადენად გაწირა და შემდეგ მიატოვა. მეტყველებს ამ ადამიანების ყოველთვის მიჭირს ხოლმე ადამიანთან პიროვნულ შეხებაზე. მათ, ასე ვთქვათ, მორალურ დამოკიდებულებაზე იმ საქმის გარშემო თითქოს რასაც ემსახურებოდნენ, იმ, ასე ვთქვათ, პროვოკაციაში პროვოკაციისთვის გაწირული ადამიანების ბედთან დაკავშირებით, რომ გაწირეს, მიაგდეს და თვითონ დასასვენებლად წავიდნენ. სოფო ჯაფარიძე ნაცმოძრაობის რიგებში ერთადერთი არაა, ვინც პასუხისმგებლობას გაურბის. დიდი ხანია, რაც ძალადობის წახალისება, შემდეგ გაქცევა და მათივე დაწყებულ ბრძოლის ველზე აქტივისტების მიტოვება კოლექტიური ნაცმოძრაობის ხელწერად იქცა.